იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ონლაინ გაყიდვა. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. რა თქმა უნდა, ეს არის ონლაინ გაყიდვა. აი ცოტაც დაველოდოთ კიდე მაყურებლებს. ძალიან მიყვარხართ და ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენი ხართ. მოკლედ, მინდა გითხრათ, არაჩვეულებრივი სიურპრიზი მაქვს თქვენთვის, როგორც წინა ლაივზე, ასევე დღესაც მექნება unboxing-ი. აი ასე. unboxing-ზეც გადავედი, რა თქმა უნდა. მოდი, სწრაფად დავიწყოთ, ჯობია განხუთვა, თორე თუ ჩემი დედამთილი შემოვა, მე მომიწევს თმებიდან განპუტვა. ესეც თურქული იუმორი, რომელიც აი ამ პროდუქტს მოყვა სრულიად უფასოდ. ესეც ასე. აი ესე. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ვართ მეგობრებო და ყველა უყურებთ ჩემ ონლაინ გაყიდვას, დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ძალიან მოგწონთ. მაშ ასე. პირველი ნივთი, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ, ეს არის უნიკალური, საკმაოდ მაღალი ხარისხის, არაჩვეულებრივი ჩანთა. ნახეთ, ჯერ ფერია, მარტო რაღაცა ზღაპარი და საოცარი. შეგიძლიათ როგორც აი ესე, ხელს დაშვები, გოგო, რას? დიახ. კიდე რაღაცეებს ყიდი, ქალო? არა, კი არ ვყიდი, უბრალოდ ანეკდოტს უყვები ჩემს მაყურებელს. ანუ ჭიჭიკია ჩაერთო ბიჭიკიას ლაივში და კითხა ეს ჩანთა რა ღირსო? ბიჭიკიამ ეს ჩანთაო 100 ლარი ღირსო. ჭიჭიკიამ 100 ლარი ხორი ხომ არ ხარო და ბიჭიკიამ მაშინო აი ეს არაჩვეულებრივი ტყავის საფულეც მოყვება ამ ჩანთასო და ორივე ერთადო გამოვიდა 100 ლარიო. ორივე ერთადო. აი ასეთი არაჩვეულებრივი ანეკდოტით უხარისხო, როგორც თვითონ არის. კარგი, მოდი გავაგრძელოთ. შემდეგი ნივთი, რომელიც მინდა გაჩვენოთ, ეს არის არაჩვეულებრივი აი ასეთი ქვაბი, რომელიც მხოლოდ 50 ლარი ღირს მეგობრებო. გოგო, ამ ქვაბს რა უნდა აქ? რა ქვაბს ყიდი, რა 50 ლარი? ხალო, ნორმალური ხარ შენ? ძალამაზი ხარ, მე ვისაუბროთ. ხალო, შე დამპალო როგორ მეზისხები. ფუ, ესეთი არაჩვეულებრივი. დებივით ვართ, დებივით. ასეთი იუმორი გვაქვს ორივეს. მოკლედ, ეს ქვაბი, დაუბრუნდეთ ქვაბს. ეს ქვაბი არის უნიკალური. იცით რატომ? იმიტომ რომ ცეცხლგამძლეა და წყალგამძლეა და თან ყველაზე მაგარი. შეგიძლიათ რომ საჭმელი მოამზადოთ. აი, შტერო. ყველა ქვაბი ეგეთია, ქალო, მაგრამ რა გეცოდინება, შენ საჭმლის კეთება არ იცი და ქვაბი საიდან უნდა იცოდე საერთოდ. მადლობა, საჭმლის კეთება რომ არ ვიცოდე, ვერც გავთხოვდებოდი. ხო, მე ვიცი რატომაც გათხოვდი და გეტყვი მერე. ლაივის მერე გეტყვი. ანუ ხო, კარგი, არ მივაქციოთ ყურადღება, ჩემი სიყვარულია. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ისევ რა თქმა უნდა, მინდა გითხრათ, რომ დღეს მექნება unboxing-ი. ეს არის ის ყველა მაყურებელმა, იმიტომ რომ ახალი მაყურებლებიც შემოვიდნენ, ახლა ვხედავ და დღეს მექნება unboxing-ი, კარგად აიმახსოვრეთ, unboxing-ი, რომელიც მე ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს და არის საოცარი. ეს unboxing-ი რა არის? რამდენჯერ გაიმეორე, რას ნიშნავს ამიხსენი? unboxing-ი, ანუ აი განყუთვა, აი რაღაცას რო ხსნი და რო იღებ რაღაცა შიგთავსი რო ნუ აი კარგი არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ მაინც ვერ დაიმახსოვრებთ. რას ვერ დავიმახსოვრებ? აი ამას რო გდრუზავ ახლა თავში და გავაკეთებ შენი თავის unboxing-ს. აი მე ნახავ თუ ვერ დავიმახსოვრო, ვერ გავიგე რას ნიშნავს? კი, საკმაოდ კარგად გაიგე, მიყვარხარ ძალიან. როგორც გითხარი, დებივით ვართ საუკეთესო მეგობრები და ასევე ხუმრებით ხოლმე ერთმანეთს. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ არაჩვეულებრივ ნივთზე, მეგობრებო. ჩემი მეუღლის მამა პაპის ნაქონი, მერხიორის აი ასეთი დანაჩანგლები, არაჩვეულებრივი დანაჩანგლები, რომელიც მე-18 საუკუნის არის, მეგობრებო, და შეგიძლიათ შეიძინო. შენ აფრენ ქალო? დიახ, დედა. ეს არის ოჯახის საგვარეულო რელიკვია. მე-18 საუკუნიდან დღემდე მოვიყვანე და შენ ვიღაცა გაუქმებულია სულ დავიყიდო. ძალიან საყვარელია ხო? ვითომ გაბრაზდა, მიყვარს ესეთი როცა. კარგი. დედა, რატომ ყავს რძალია ესა ამაზონი ქალი? რატომ მოიყვანა ჩემმა შვილმა ცოლად AliExpress-ი ქალი? ვინ ხარ? ქალო, ვინ ჯანდაბა ხარ? გამაგებინე. აუ, ნახე შენზე მეკითხებიან, ახლა სწორედ შენზე დაისვა კითხვა, ვინ არის ის ქალბატონი შენს უკან რომ დადისო. ეს
ქალბატონი არის ჩემი უსაყვარლესი და ულამაზესი დედამთილი, რომელთანაც მაქვს აი საოცარი ურთიერთობა, მაქვს ბავშვებო, აი გიჟდებით და ვაფრენთ ერთმანეთზე. დამპალო შენ. ხო გითხარით, ანუ მე ვეძახი ხოლმე ჩემო ლამაზოს, თვითონ მეძახის დამპალოს. მე ვეძახი ჩემო სიყვარულოს, თვითონ მეძახის ხოლმე ძუკნას. მე ვეძახი დედას, თვითონ მეძახის დედავატირე შენი. აი დედავატირე. აი ხომ გითხარი ჩემო სიყვარულებო, ასეთი არაჩვეულებრივი დედამთილი მყავს მე და მინდა რომ მაგალითი აიღოთ, როგორი უნდა იყოთ, თუ გინდათ რომ კარგი რძალი გერქვათ. გოგოებო, მოემზადეთ საოცარი ქალის თეთრეული უნდა გაჩვენოთ. ნახეთ, საოცარი. ქალო ვეძებ ამას, რამდენი ხანია? რა უნდა აქ? კარგით, პატარა ცვლილება ახლა არაუშავს, არაფერია. არ აქვს მნიშვნელობა. მოდი გავაგრძელოთ ახლა ჩვენი გაკეთება. კატა სად არის ჩემი? დღეს თელი დღე ვერ ვხედავ. ხო, დედიკო, ვერ დაინახავ რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩემი კატა სად არის? გუშინ გავათამაშე. ანუ გავათამაშე და ვაჩუკე ჩემს ერთ-ერთ მაყურებელს, ესეა საჭირო ზოგადად, თუ გინდა რომ ბევრი მომხმარებელი და მაყურებელი გყავდეთ, აუცილებლად საჩუქრებიც უნდა გაიღო. გოგო, გაგიჟდი შენ, რას ნიშნავს კატა გავათამაშე? რას ნიშნავს სულიერი არსება, რანაირად გაათამაშე, მითხარი? ანუ ნახე, სულიერი ჩემთვის არის ჩემი გამომწერები, ანუ ჩემი ბაბლი ხვდები და კატა არის კატა. ანუ შეგიძლია რომ ნებისმიერ ზაო მაღაზიაში შეიძინო კატა და ანუ ჩემს გამომწერებს მაღაზიაში ხო ვერ ვიყიდი მარტივად? მე თქვენ მიყვართ ყოველთვის. აი ხაბარ პატრონში ვრეკავ. შენ თუ არ დაგიჭირო და ჩაგსვათ ციხეში, აი მაგასაც ნახავ. აი ნახე. ძალიან მაგარი სიურპრიზი მაქვს თქვენთვის. მოკლედ მეგობრებო, ჩამომივიდა უახლესი, საოცრად მაგარი ტვერსასრუტი, რომელიც წამებში დააწყრიალებს თქვენ სახლს და აქვე მინდა რომ საიდუმლო გითხრათ. დაივიწყეთ ფილერები, ბოტოქსები. იმ შემთხვევაში თუ არ მოგწონთ თქვენი ტუჩი, შეგიძლიათ მარტივად გაიდიდოთ. აი ნახეთ ახლა როგორ. აი ეცოდით? აი თქვენი სიყვარულები სულ ეს არის, ყველაფერი გამიყიდე, კაი, გასაგებია, მაგრამ იმ კარიდან ის ჭუჭრუტანა რომ ჩამომიხსენი და ბავშვები რომ მიკაკუნებენ და მე თითებს მირჭობენ, რო ვიყურები, აღარ გამწარებული დავდივარ, ხალი აღარ შეგიძლია დამიბრუნე, თვალზე გაქვს პრობლემა, როგორც ამისათვის მე მაქვს დამცავი სათვალე, რომელიც ბავშვებისგან მარტივად დაგიცემ, შეგიძლიათ შეიძინოთ საკმაოდ იაფად თუ გენდა. აი ხა მე პატრული ვყავს გამოძახებული და მოვა პატრული და ყველაფერს დავაბრუნებ. თვალი გამომისწორეთ. გამოგისწორეთ, პირდა ჭუჭრუტანას დაგიბრუნებთ. მეტი რა ვქნა, არ ვიცი, აი მოვა პატრული. ასევე მოდი შემდეგ ნივთზე გადავიდეთ. ეს არის უნიკალური, არაჩვეულებრივი ქალი, რომელიც გამოიყენება ამან რატო გამიყიდეთ ეს გარაჟთან პარკინგის ადგილი რა გინდა ვერ გავიგე რატო მიყიდი ყველაფერს მანქანას ვერ ვაყენებ ვერსად კი მესმის მართალია ჩემო ძვირფასებო გარაჟის წინ მანქანის გასაჩერებელი ადგილი გავყიდე მაგრამ გარაჟი ჯერ კიდევ გასაყიდია ამიტომ მიჩქარეთ მეგობრებო სწორედ თქვენი გახდეს გარაჟი ხალა მომისმინე ერთი წუთი შენ სახლიდან ყიდი ყველაფერს ყიდი გავიგე მაგრამ ეს მეზობლები რაღაც გადავყიდე დეგენერატო ქალო შენ ჰა იყიდება არაჩვეულებრივი პარიკი რომელიც არის საკმაოდ მაღალი აი მოგზადი მე დაგირეკებს ირადად აი ეს ხალბატონი სახლიდან ხო გამიყიდა ყველაფერი მეზობლებზეა გადასული უკვე და მეზობლის ქონება მიითვისა გამიდა დაიჭირეთ წარყვანეთ ეს ხალბატონი მოგესალმებით თქვენ დაკავებული ხართ სხვისი ქონების და ნივთების მითვისებასა და გაყიდვას. ჩემო ძირფასებო, სულ ცოტა ხნით უნდა დაგემშვიდობოთ, ნუ 2 ან 4 წელი, არ ვიცი, ამას მოსამართლე როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება. თუმცა სანამ წავალ, მინდა დაგიტოვოთ აი ეს არაჩვეულებრივი ბორკილები, რომლის გამოყენებას თქვენ შეგიძლიათ. დაიმანე რა, დაიმანე მომაშავე რა. დაიმანე რა, თქვი აღარ დამაგა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. ნაკთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.